საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიმდინარე წელს 2012 წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 180 მილიონ ლარით მეტს დახარჯავს. უწყებამ საკუთარ ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა 2013 წელს განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი. მინისტრის მოადგილე შოთა მურღული აცხადებს, რომ სამინისტროს მიზანს წარმოადგენს დაგეგმილ ტენდერებში მაქსიმალურად მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად კი სამინისტრომ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეამცირა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიებს მოუწოდებს გამოცხადებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს დაუწიეთ საკვალიფიკაციო მონაცემები, ეს ნიშნავს, რომ წინა წლის გამოცდილება აუცილებელია, მაგრამ არა იმ დოზით, რა დოზითაც წინა ხელისუფლება ამას ითხოვდა, დაუწიეთ ეს მონაცემები, რამაც გაზარდა კონკურენცია. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ ფირმებს და სამინისტრო გამოდის გარანტად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებებს, ისევ როგორც ფირმებმა უნდა დაიცვათ და ჩვენ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით უარს ვამბობთ კონტრაქტორებთან ძალოვანი მეთოდების გამოყენებაზე, მათ რეკეტზე, არამედ ყველაფერი იქნება ხელშეკრულებით.